დიდი ძალა აქვს. გაჩერდი. მეც მანდვიდექი ამ ფოტოს გადაღებისას. იმას ვხედავდი, რასაც შენ. ქმნიდი შუქით, ფერით და აფრიკის ჯადოსნობით თქვენამდე მოსატანად. ბრტყელ გამოსახულებაზე საღამოს ოქროსფერი მზე დაიღვარა და მე აღვბეჭდე როგორ მოძრაობდა სიცოცხლე. დააკვირდი, სამყარო იგრძენი. შეხედე, ეს სიცოცხლის მრავალფეროვნებაა. მარად მოძრავი და მფეთქავი. უწყვეტი ჯაჭვი, სადაც ყველას თავისი ადგილი აქვს და გრძნობ, რომ შენც ამის ნაწილი ხარ. როდესაც უყურებ ამდენ სხვადასხვა ცოცხალ არსებას მათ ბუნებრივ გარემოში, შეიგრძნობ ამ სიღრმისეულ კავშირს სიცოცხლესთან და სწორედ ეს შეგრძნება ხდის ადამიანს უფრო ადამიანურს. პირველად აფრიკაში მოგზაურობა ამ ხალხის ნახვის შემდეგ მომინდა. ჰიმბა, ასე ჰქვია ამ ტომს. ეს იყო მრავალი წლის წინ. ჯერ ფოტოგრაფიაც კი არ იყო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და სამუდამოდ დამამახსოვრდა. რომ იქ, სადღაც შორს, აფრიკაში, ნამიბიაში, არსებობს ასეთი ხალხი. წითელი, თიხიანი, უძველესი გენების მქონე. და აი, მრავალი წლის შემდეგ 7000 კილომეტრი დავფარე და მივედი ამ ხალხთან. თავდაპირველად, როდესაც დაგვინახეს, სპეციალური სანახაობა დადგეს, რომელსაც სტანდარტულად ტურისტებისთვის აკეთებენ, მაგრამ მე მათი ნამდვილი ცხოვრების ნახვა მინდოდა და ამიტომ ფოტოების გადაღება მას შემდეგ დავიწყე, რაც თავის ყოფას დაუბრუნდნენ. როდესაც ამას უყურებ, ხვდები, რომ ისინი ამ ბუნების ნაწილი არიან და ჰარმონიაში ცხოვრობენ. როდესაც რომელიმე მათგანი რაიმე მიზეზით მოწყენას გრძნობს, ცეკვას იწყებს და ერთგვარ ტრანსულ მდგომარეობაში გადადის. ამ დროს პროცესში ყველა ერთვება, თითქოს ეხმარებიან, რომ სიცოცხლესთან საზეიმო შეგრძნებით კავშირი დაიბრუნოს. ეს შეიძლება ნებისმიერ წამს დაიწყოს და ასევე მოულოდნელად დასრულდეს. აქ თითქოს დრო გაჩერებულა და ყველაფერი ღრმად და ფუნდამენტურად უკავშირდება ბუნებას. იქნება ეს ცეცხლის დანთება თუ თავის მოვლა, სიმღერა თუ ცეკვა, ბავშვებზე ზრუნვა თუ ჭამა. ყველაფერს თავისი დანიშნულება და ადგილი აქვს. ზუსტად ისე, როგორც ბუნებაში და შენც გრძნობ ამ სიღრმისეულ კავშირს. კაცობრიობის აკვანი ხომ სწორედ აქ არის, აფრიკაში. და აი, მთელი დანარჩენი კაცობრიობა სადღაც წავედით, მთელ პლანეტას მოვედეთ, ცივილიზაციები შევქმენით. ამ ხალხის ყურებისას კი თითქოს ხედავ იმ წერტილს, საიდანაც მთელი კაცობრიობის ისტორია დაიწყო. და ალბათ ეს არის ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება, რომელსაც იქ იღებ. და როგორც ოდესღაც დიდი ხნის წინ ნანახმა ამბავმა ჰიმბას და ბუშმენების ტომების შესახებ ჩემში აღზრა აფრიკის ნახვის და ამ ხალხთან შეხვედრის სურვილი, იქნებ შენთვისაც ეს ყველაფერი აღმოჩნდეს საკმარისად ღრმა შთაბეჭდილება, რომ ერთხელაც მიხვიდე და შენც განიცადო ის, რაც მე განვიცადე. ვინ იცის?